შიგა სამზარეულო საქმეა. თქვენი ბატონ დავით, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ მობრძანდით. თქვენი ანუ ბატონი დათო ამბობს რომ არანაირი პოლიტიკური კრიზისის სახეზე არ გვაქვს ეთანხმებით თუ არა როგორია თქვენი მოსაზრებები და რას ფიქრობთ ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიაზე? რა თქმა უნდა არ ვეთანხმები ბატონ დავით. პოლიტიკური კრიზისი არის გაგანია პოლიტიკური კრიზისი გვაქვს. ეხლა ჩვენ ამის გამოხატვა. მაგაშო დამეთანხმო, მაშინ აქ ვერ ვიждდებოდი ერთმანეთს. რა თქმა უნდა. და სხვათა შორის აკროზი ვართ ეს უკვე ჩემთვის პირადად იმის ინდიკატორი აკროზი ვარ მე სხვა საქმეებით ვიქნებოდი დაკავებული პოლიტიკური კრიზისი რო არ იყოს ძალიან ბევრი საინტერესო საქმე რაც მინდა ვაკეთო და ვაკეთებდი კიდევაც ეგ არჩევანია მანამდე ხო არჩევანი არის გარკვეულწილად ხანდახან არის გარემოებები როცა არჩევანის გაკეთება ვიწევს არ გვინდა პერსონალიზება ინტერვენცია იყო და ამიტომ რა ხარ ხო ყურადღებოთ ხო არ დავტოვებ მე კომუნიკაბელური ადამიანი ვარ ცოტა ჩქარას ვლაპარაკობ და ასე რომ კარგია ეგ რო ჩქარას კი დროს დავზოგავთ და ესე იგი პოლიტიკური კრიზისი არის ყველა წინადადებას დავიჭერ კი ბატონო, კი წინვალებ ძალიან კარგია. პოლიტიკური კრიზისია გაგანია. რეალურად, ახლა ის რო ქუჩაში არ დგას ეხლა 150-200,000 ადამიანი, რომელიც 2-3 თვის წინ იდგა ყველანაირი კოორდინაციის, ყველანაირი ზედმეტი რაღაცა პოლიტიკური ველი და რაღაცეების გარეშე და ასე შემდეგ. რამაც გამოიწვია რეალურად სტერილიზაცია ამ რეჟიმის შიგნით და გარეთ, რამაც გამოიწვია სანქციები და ახლა კიდე დაემატება ეს სანქციები, ხო? და ეს სანქციები მარტო ის კი არ არის ფინანსური ზარალი ადგებათ ამათ და ასე ვთქვათ იმ ჭანჭიკებში და იმ მწვავე წერტილებში უჭერენ სადაც რეალურად ეს საყრდენები არის ფინანსური თუ ასე შემდეგ ხო არამედ არის ეს ის რომ არის მორალური მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართული ხალხის მიმართ და ეს ყველაფერი ამ პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია ხო იმ ადამიანების ბრაზის გამოხატულებამ და მანიფესტაციამ რომელიც ჩვენ ვიხილეთ ეხლა და ეს ხალხი 14 ჯერ არჩევნებში ამარჯვებნებს ქართულ ოცნებას ეხლა ბატონ დავით ეხლა ვინაიდან ეს ერთი ეტაპი დასრულდა საზოგადოების კონსოლიდაციის ჩვენ მივიღეთ დეცენტრალიზებული საზოგადოების კონსოლიდაცია დეცენტრალიზებული ფორმით ასე ვთქვათ გამოიკვეთა არაერთი ინტერესთა ჯგუფი და მოხდა ამის თვითორგანიზება და ფორმირება და ასე შემდეგ ეს იყო ძალიან უმმახიანი, კრეატიული და ძალიან ღირსეული პროცესი. ყავს 52 პოლიტპატიმარი, რომელიც ჯერ აწამეს და მე ციხეში გამოამწყვდეს უდანაშაულოდ და ჯიბის სასამართლო ასამართლებს ეხა მაგათ და რეჟიმის რაში გამოიხატა თუ შეიძლება რომ დაბა კონკრეტოდ? ნუ არ ვიცი ეხა მიკროავტობუსებში ხალხის გატენვა და უმოწყალოდ ცემა და ასე ვთქვათ მე ეს რა ქვია 1000 რაღაცა რა ქვია ადამიანის უფლების შემლახველი მოპყრობა უამრავი რეპორტი არის ეხლა ამ დეტალებში თუ კიდე კვლევები არ მომიტანია მაგრამ იქ არის უამრავი მასალა და გამოძიებულიც არის ეს ყველაფერი ეს მათი პოზიცია რომელიც დააფიქსირეს მათი რომ ვინ დააფიქსირეს ეს ახალგაზრდები რომლებიც დაიჭირეს რომლებსაც ანუ დანაშაული აქვს ჩადენილი რომელიც გისა ვინ ამბობს მტკიცებულებები არის იცით რა არის ისინი ამას ამბობენ რომ ასე გვეცეოდნენ ესენი ამბობენ რომ ესე იგი გვემუქრებოდნენ გვაშინებდნენ გაუპატიურების მუქარები იყო და მიტინგის დარბევის დროს გაუპატიურების მუქარები დავით გაუპატიურების მუქარები კი არა თქვენ მეუბნებით მტკიცებულებები არ არის გაუპატიურებდნენ და კლავდნენ ადამიანებს არანაკლებად აკეთებენ ეხლა ეს არანაკლებად აკეთებენ იგი როგორ არის ან არის გაუპატიურება ან არის მომკვდინება და ამის მსგავსი არც ერთი არ ყოფილა და ეხა შეაშინეს, შემაშინეს, ესე მითხრეს, ეგ ცოტა ისეთი თემაა. თქვენ არ შევჭავერიოთ ერთმანეთს. ხო, ბატონი და სუბიექტური აღქმები არის. ჩვენ მოდით ესე გეტყვით ახლა. მოდით ესე გეტყვით რა. ვიღაცისთვის ეს არა, უკაცე ფაქტები თქვენთვის არის, ჩემთვის არ არის. ეგ თქვენ რასაც ამბობთ, ეგ ფაქტები არის. მე ფაქტებზე ვსაუბრობ. 52 ადამიანის პირველი გამოსვლა ვაცალოთ ერთმანეთს. 52 ადამიანის ის ციხეში. ეს ხალხი ანუ ეს მიმდინარეობს სრულიად ფალსიფიცირებული, აბსოლუტურად არაადეკვატური სასამართლო პროცესი. სამჯერ 52 ბატონო და ნუ ახლა მაშინ ავდგები და გავალ. მაგრამ შეგიძლიათ გზარდებოდეთ და ისა ციხეში. თქვენ ამ შედარებას ვიზე მიკეთებთ ვერ გავიგე. ვიზე და იმ ხელისუფლებაზე რომელ ხელისუფლებაზე? ვიცით ვინა ვარ მე? არა, მე ვიცი რომ ოპოზიციის წარმომადგენლები. ბატონო დავით, იცოდა ვისთან მოდიოდა სასაუბროთ? გვარი და სახელი იცოდა. Facebook-ში შეხედეთ ვინა ვარ? არა, არ ვეძებ. არ გადაამო
არა ნაციონალურ მოძრაობას რომ აკავშირებთ იცით ვინა ვარ საერთოდ როგორ ერთად დავართ ვერ გავიგე არა როგორ გეკადრება ესე როგორ შეიძლება საჯერესეთ მე პოლიტიკურ როგორ გეკადრება კაი მოგიდით მომისმინეთ ერთი წამი ნაციონალურ მოძრაობის ხარდაჭერები ოპოზიციის ხარდაჭერები ერთად ითხოვთ ახალ არჩევნებს შერეალდები იმიტომ რომ ნაც მოძრაობის გვერდში დგომას მაბრალებთ არ ვიცი მე არავის გვერდში მე ვდგევარ ქართული ხალხის მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად თუ არა როგორ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად თუ არა მოძრაობის დროს რა გამოვიარე არა გეკითხე ვინა ვარ იცით საერთოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრად თუ არა მეთქი მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში კი ბატონო კი, უნდა იჯდეს. აბა და რა იმიზეს რასაც ამათ მაგაასამართლეს. უკაცრავად. ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რო გამოვიდა, ეგრეთ წოდებული და გამოვიდა და უკან მიშას თავისუფლება. პასუხი გაგეცით. ბატონო დათო. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში, ოღონდ არა იმ მიზეზებით, რის გამოც ახლა ეს რეჟიმი იმას ასამართლებს, მაგრამ იმ მიზეზებით მან ვერ გაასამართლა, ხო? და მიხეილ როგორ რა ვიცი მე რატო ვერ გაასამართლა? ეგ ბიზინა ივანიშვილს კითხეთ რატო აქამდე რატო მოიყვანა ეს ყველაფერი რა სასამართლო რაც გადაწყვეტილებას მიიღებს ნაციონალური მოძრაობა და ცარტული ოცნება ერთმანეთს ასე რომ მაგრიტორიკაში თუ შევალთ ძალიან სერიოზულ ხაფანში აღმოჩნდებით არ გინდათ ეგ ამბავი ბიზინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ნაციონალური მოძრაობა თავიდან ბოლომდე და დღესაც იგივე საკეთებს ბატონ დათო მე გთხოვ ერთი წუთით არ გამოვა მე როცა გერთვებით ორივე სტუმარს შეწყვიტოთ. პირველი ნაწილი დასრულოს მისი მოსაზრება და შემდეგ გადმოვად რეკლამამდე გვაქვს ერთი. კი, ერთი გვაქვს. არა უშავს. მოკლედ პოლიტიკური კრიზისი არის გაგანია. ეს ადამიანები საპროტესტო საზოგადოება, ოპოზიციური საზოგადოება, რომელიც არის გაცილებით მეტიები ვიდრე ახლა ოცნების რეჟიმი ასე ვთქვათ საკუთარ მომხრეებს, ეგრეთ წოდებულ მომხრეებს, იმიტომ რომ ეს მომხრეებიც გელევათ ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა ძალიან კარგად დაინახეს. და სხვათა შორის თქვენ როდესაც მაქართულ ოცნებას აფუძნებით, მე ხელგაშლილი შევეგებე, ხელგაშლილი შეგეგებეთ და ბიზინა ივანიშვილი არა, მოდით ერთი წამი, თქვენ დაითვალეთ, ჩვენსაც დავითვლით. დაათვალა არის არჩევნებზე და არჩევნები თქვენ გააყალბეთ, უმოწყალოთ და თავზე დაამხეთ ეს არჩევნები და დემოკრატია ქართულ ხალხს და ბიზინა ორგანიზაციას ეგ არ დემოკრატია რომ დაკვირდა არ გამოეგრე რა ლუკაშენკოს რეჟიმს რა და ბიზინა ივანიშვილს ამაზე პასუხი მოეთხოვება ქართველი ხალხისგან ამის პირობას გაძლევს და ყველა ვინც ამ რეჟიმს ემსახურება მასაც პასუხი მოეთხოვება რეკლამაზე ხალხის პასუხი არის არჩევნები აგერ თქვენ და აგერ მე და აგერ ქართველი ხალხი კი ბატონ დათო ორივე დათოს არ ვიცი დათო პირველი დათო მეორე როგორ მოგმართათ რეკლამაზე